მართული პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა 11-მა კომპანიამ 2024 წლიდან 153.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა. ცხადია, ხა ეს მონაცემები შეკითხვებს აჩენს. მაგრამ თავარი აქ არის ეს დისბალანსი. არის ქვეყანაში ერთი პარტია, მართული პარტია და არის ყველა სხვა დანარჩენი და არის ეს ციფრები. მოდი ვისაუბროთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. სიამოვნებაში ქართულ ოცნებას სახელწოდება ქვია, ხო, ქართული ოცნება. ხო, აი ჩვენ გადაცემაც ესე დავასათაუროთ, ვისი ოცნება ახდა და მოდი ამაზე ვისაუბროთ, აი რაზე მეტყველებს ეს ციფრები. რამდენად სამართლიანი სახელმწიფო გვაქვს ზოგადად. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი მაჩვენებელი საქართველოს პოლიტიკაში რა ხდება, არის სწორედ აი ეს მაჩვენებელი პარტიების დაფინანსება, პარტიების შემოწირულობები რა სურათია და საერთოდ ეგ შემოწირულობებია ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან საიდან მოდის შემოწირულობები, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მასშტაბია შემოწირულობების და ის რომ საქართველოს პოლიტიკაში აი შემოწირულობის სახით მართლა აი ეს რაღაც ერთპარტიული მოცემულობა ეგ ამ გრაფაში კარგად ჩანს, ხო? ეგ ჩანს საქართველოს პოლიტიკაში რა ხდება. ყველაზე მეტად ჩანს სწორედ აი ამ მოცემულობაში, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა ჩათვალოს, რომ პოლიტიკაში განისაზღვრება მოვლენები, ვინ იმარჯვებს, ვინ რა შედეგს იღებს, განისაზღვრება დაპირებებით, განისაზღვრება საარჩევნო პროგრამით, ან პარტიას რა პროგრამა აქვს წარმოდგენილი თავის ამომრჩევლისთვის და ამომრჩეველი გაეცნო პროგრამას და მოეწონა პარტიის პროგრამა და ასე შემდეგ. შეიძლება ვიღაცებმა ჩათვალონ, რომ ასეთი საკითხებით განისაზღვრება პოლიტიკა, მაგრამ სინამდვილე არის სულ სხვანაირი. სინამდვილე არის ის, რომ საქართველოში არსებობენ ფინანსური ჯგუფები და თავიდან ბოლომდე პოლიტიკა არის განსაზღვრული იმითი თუ საით და რომელ მიმართულებით არის მიმართული საქართველოში არსებული აი ეს ბიზნესმენების რესურსები. ეხლა ქართული ოცნება ფაქტია, რომ სქემა მუშაობს ასეთნაირად. ეხლა ქართული ოცნება რა არის? საერთოდ რა პარტიასთან გვაქვს საქმე? ქართული ოცნება არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ის ფინანსური ჯგუფები, რომლებიც მათ კურირებენ, დაყენებული ყავთ თანამდებობებზე ადამიანები, თავისი შერჩეული ადამიანები, ანუ თავისი ნდობით აღჭურვილი პირები ყავთ დაყენებული თანამდებობებზე. ესენი არიან სპიკერები, რაღაცა რო ხდება პოლიტიკურად განცხადებებს აკეთებენ ასე შემდეგ, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით გადაწყვეტილებებს იღებენ მსხვილი ბიზნესმენები ქართული ოცნების უკან, ვინ მდგარი. ეხლა მაგალითად ყველამ ვინც იცის ყველაზე გავლენიანი ვინც არის ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ხო არ არის. ვინც კი მსხვილი ბიზნესმენია საქართველოში, მათი ინტერესები ასე თუ ისე გათვალისწინებულია, ხო? ქართული ოცნების პირობებში, ხო და ქართული ოცნება მათ ფულს აკეთებინებს ტენდერების სახით, მთელი რიგი სახელმწიფო პროექტების სახით, რომლებშიც თავისთავად ცხადია იმარჯვებენ ის ფინანსური ჯგუფები. შემდეგ, რა თქმა უნდა, ისინი შემოწირულობას აკეთებენ ქართული ოცნების და შემოწირულობა არის კოლოსალური. სხვა პარტიებთან შედარებით. სხვა პარტიები უნდა გვესმოდეს, რომ სინამდვილეში მიბმული იყვნენ საელჩოებზე, მაგალითად ამერიკის საელჩო აფინანსებდათ იმ ოპოზიციურ ძალებს. ახლა კონკრეტულად ხაზარაძეა
მისი პარტია, რომელიც ცალკე რაღაც ფინანსურ ჯგუფს წარმოადგენს, კონკრეტულად ხაზარაძის ფინანსურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ეგ პარტია. ანუ ხაზარაძე არის განსხვავებული ფინანსური ჯგუფი, არა იმხელა რა ამხელაც ოცნება, მაგრამ რაღაცა ფინანსურ ჯგუფს წარმოადგენს და შესაბამისად არის გამოხატული მისი დაფინანსებაც, ხო? რა განსხვავებაც არის მათ შორის. ხო და ძალიან მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში ის არის, რომ საქართველოს პოლიტიკას რომ გადავხედოთ, სურათი ზუსტად არის გამეორებული, რაც დაფინანსებაა, პოლიტიკაში მხარდაჭერა და ზოგადად აი ადამიანები რომ ირჩევენ რაღაც პარტიას, ზუსტად მაგის პარალელურია, როგორი დაფინანსებაც აქვს, ზუსტად მაგის ანალოგიური მხარდაჭერაც აქვს. და ეგ არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩემი აზრით, რაც შეიძლება მეტი უნდა მიდიოდეს საუბარი, იმიტომ რომ თუ ეს არ შევცვალეთ, ეხლა შეიძლება ეს მთლიანად არ აღმოიფხვრას, ასეთი მეამიტი ნახდათ არავინ არ უნდა იყოს, რომ რაღაც ლაპარაკით შეიცვლება, ვითარება, პოლიტიკა სხვანაირად ამუშავდება, მაგრამ ოდნავ მაინც რომ გადაიხაროს უფრო ჯანსაღი მოცემულობისკენ, ეგეც საქმეა, იმიტომ რომ ეხლანდელი მაგალითად საპარლამენტო არჩევნები რომ ავიღოთ მაგალითად, ხო? აი მაგ არჩევნების შედეგები რო განვიხილოთ, ანალიზი გავუკეთოთ, პირდაპირ პროპორციულია, რომელ პარტიებსაც უფრო მეტი ქონდათ დაფინანსება და შემოწირულობა და ანუ შესაბამისად ფული, იმ პარტიებმა აიღეს პირდაპირ იმდენად მეტი ხმა, რამდენად მეტი შემოწირულობაც ქონდათ, ხო? ეგ იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პოლიტიკა განისაზღვრება პირდაპირ მაგ კუთხით. ანუ ვისაც მეტი ფული აქვს და ეგ სხვათა შორის რაში ჩანს. ახლა მაგალითად ჩვენ გვიწერენ კიდეც ეგეთ არაერთხელ და ძალიან ხშირად ჩვენთან მიმართებაში ქართული ოცნების მხარდამჭერები ეგეთ შეტევის ფორმას იყენებენ, რომ ჩვენ რო ხალხში გამოცხადებული გვაქვს, რომ ხალხმა უნდა ჩაგვირიცხოს, ის რომ ჩვენი პარტია ფინანსდება ხალხის შემოწირულობით, ეგ განიხილება რაღაც შემოტევას ახდენენ აი ეს ოცნების მხარდამჭერები, რომ აი თქვენ ხალხს თხოვთ ფულს და ოცნება ხალხს მაინც არ თხოვს ფულს, ხო და ეგ გამოხატავს რა პრობლემები არსებობს საქართველოში, აი ზოგადად წარმოდგენები პოლიტიკის მიმართ რა პრობლემატური მიმართულებები რა არის, იმიტომ რომ ქართული ოცნება პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტს აზის ზედ რაღაცა სახელმწიფო პროექტებს ატარებს, სადაც თავის ხალხს ამარჯვებინებს ტენდერებში და ის თავისი ხალხი ბუნებრივია, რომ შემოწირულობას აკეთებს პარტიისთვის, იმიტომ რომ ეგ არის უბრალოდ დაბალანსება იმისი ხარჯია, რომ მათ კიდევ გააგრძელონ ტენდერებში გამარჯვება და უკიდე მეტი ფულის კეთება. ეგ აუცილებელი ხარჯია. ეგ არის ასე დავარქვათ ბიზნესისთვის აუცილებელი გადასახადი. ხო და ეს გამოხატავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს საქმე საქართველოში არსებული სახელმწიფო ფული, რაც არსებობს. ბიზნეს გარემო, რაც არსებობს, სრულ მონოპოლისტურ პოლიტიკურ ძალასთან. ანუ ქართულმა ოცნებამ მოახდინა მონოპოლიზება ბიზნესის საქართველოში და მთლიანად ბიუჯეტის თანხები რაც არის, მისი განკარგვის ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება აიღო თავის თავზე. აქედან გამომდინარე, მან შეიძინა იმხელა ძალაუფლება, რომ მთელი რიგი პრობლემები გამომდინარეობს აქედან შემდეგ, აი მაგალითად ჩვენ რო რაღაცა პრობლემის გადაჭრა გვინდა, ხო, იგივე აი ავიღოთ მაგალითად ეს უკონტროლო მიგრაციის საკითხი, ხო? მაგ პრობლემის გადაჭრისთვის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მეორე მხარეს დგას სრული მონოპოლიზება, ვინც მოახდინა ბიზნესის და პოლიტიკის ეგეთი ძალა.
და მოსახლეობას კიდევ და კიდევ უფრო ნაკლები ბერკეტი რჩება რეაგირებისთვის. და ამიტომ არის ასეთ თემებზე საუბარის მნიშვნელოვანი, რომ პატარა ნაბიჯებიც კი რომ გადაიდგას იმ მიმართულებით, რომ ნაკლები მნიშვნელობა ქონდეს ზოგადად პარტიისთვის მხარდაჭერას აი მაგალითად არჩევნებში. კონკრეტულად აი ამ შემოწირულობას და დაფინანსებას ნაკლები მნიშვნელობა ქონდეს არჩევნებში. ოდნავ მაინც, აი ოდნავ მნიშვნელობა რომ გაიზარდოს რეალურად რას ლაპარაკობს, რეალურად რა პოზიციაზეა პარტია, რა დაპირებებს აჟღერებს, ზოგადად რა შეხედულებები აქვს პარტიას, მაგის მნიშვნელობა ოდნავ რომ გაიზარდოს, ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვხედავთ, რომ რაც დრო გადის, ეს სურათი, რომ ქართული ოცნების ფინანსური და ბიზნეს გარემოს მონოპოლიზება უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. იმიტომ რომ ის ოპოზიცია, რომელიც ქართულ ოცნებას ყავს, იმ ოპოზიციის ფონზე ქართულ ოცნებას ბევრი რაღაცები გაზდის. ეხლა მაგალითად ჩვენ რო რაღაცებს ვაკრიტიკებთ ქართულ ოცნებას და ჩვენ რო კრიტიკულ რაღაც ინფორმაციებს ვაჟღერებთ, ჩვენ რო საუბრობთ რომ ქართულ ოცნებას ესა და ეს ეშლება, ხშირ შემთხვევაში მოდის ხოლმე ჩვენთან მიმართებაში ასეთი კრიტიკა, რომ თქვენ რატო აკრიტიკებთ ქართულ ოცნებას, რა გინდათ რომ ნაცებმა გაიმარჯვონ? ანუ შექმნილია ისეთი გარემო, რომ მთელი რიგი ესეთი ამომრჩეველი არსებობს კატეგორია, რომელსაც ყველაფერი შეუძლია რომ მოითმინოს, ყველაფერი შეუძლია რომ ასე ვთქვათ გაატაროს, ასეთი ჟარგონი გამოვიყენებ და ოღონდ ნაცები არ დაბრუნდნენ და საერთოდ არ უნდა ილაპარაკო არაფერი. ნაცების შემთხვევაში ოცნება რამდენიც არ უნდა აძახონ კოლექტიურმა ნაცებმა, რომ ამდენს იპარავთ, ეს მონოპოლიები გაქვთ, ამას აკეთებთ, იმას აკეთებთ. ოცნებისთვის ეს ყველაზე ნაკლებ დამაზიანებელია, იმიტომ რომ მანამდე ნაცები აკეთებდნენ უარეს. რა თქმა უნდა, ნაცები უარეს. თვითონ რო იყვნენ ხელისუფლებაში, ეხა არა მარტო მონოპოლისტები იყვნენ, კაცო, ვიღაცებს პირდაპირ ართმევდნენ, ეხა ამის 3 საათზე და 4 საათზე ნოტარიუსები რო ყავდათ თავიანთი და იქ რომ იყავდათ ვიღაცეები დაშინებული, დასტრესილი ხალხი და აფორმებინებდნენ, ანუ ეს ყველაფერი საზოგადოებას ახსოვს და ოცნებისთვის ეგეთი ხალხის მხრიდან წამოსული კრიტიკა მაინც დამაზიანებელი არ არის. კი, აი, მოდი ასე ვთქვათ. ეხა არის მოცემულობა ასეთი. ქართულმა ოცნებამ ლელოს ლიდერი დაჭერილი ყავს, ახალია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი განშტოება, პარტია ახალი, მათი ლიდერების დაჭერილი ყავს და ეხა მაგალითად ხაბეიშვილი საერთოდ ირკვევა, რომ თვითონ ოცნება აფინანსებდა და საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ქართული ოცნებისთვის. ანუ ნაციონალური მოძრაობა რაც უფრო მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა ჩანს და დანარჩენი, აი ხო მაგალითად გახარია, გაქცეულია საერთოდ უცხოეთში და უცხოეთიდან ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ დაჭერით ემუქრებია, ხო? ანუ მოცემულობა არის ეს მოცემულობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი დაჭერილები არიან. ნაციონალური მოძრაობა და გიგაბოკერია არის მარტო ვინც ხმაურობს. და ნუ ერთი გახარია, რომელიც გაქცეულია. ეს მოცემულობა რატომ არის შესაძლებელი? იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ქართულმა ოცნებამ მთლიანად ქვეყანაში მონოპოლიზება მოახდინა. დამთავრდა ეს ბრძოლა. ის ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების ბრძოლა დამთავრებულია. ეგ საკითხი უკვე გამორიცხულია. ეგ მოცემულობა გამოირიცხა და ეგ როდის გამოირიცხა? ამ არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა
იმის მიუხედავად, რომ ის ანტიდასავლურ ძალად გამოაცხადეს. დასავლეთიც კი დაუპირისპირდა. მაგრამ იმდენად მონოპოლიზება მოახდინა ქვეყნის შიგნით და დასავლეთმაც სხვათა შორის არასაკმარისად დაუჭირა მხარი ოპოზიციას. მით უმეტეს ტრამპი რომ მოვიდა, ტრამპმა საერთოდ აღარ დაუჭირა ოპოზიციას მხარი, მაგ ფონზე დამთავრდა მათი დაბრუნების შანსები დამთავრდა. შესაბამისად, ეხლა რაც ხდება, ეხლა არის უბრალოდ ოცნება ახდა სინამდვილეში. ეგრე უნდა შეხედოს ყველა. ეხლა ამ ქვეყანაში გამარჯვებული და ვისაც რაც უნდოდა იმას რომ მიაღწია, მხოლოდ ოცნება.